არის მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა ხდება საქართველოსთვის მილანი კორტინაზე ზამთრის ოლიმპიადაზე. და უნდა იცოდეთ, რომ საქმე გვაქვს ისტორიულ შანსთან. ფიგურულ ციგურაობაში მედლის მოპოვება. აი მართლა ძალიან რეალური გახდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ფიგურული მოციგურავეების წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. მათ უბრალოდ ფანტასტიკურად შეასრულეს მოკლე პროგრამა და 75 და 46 ქულით ახლა მეორე ადგილზე არიან. და იცით რა არის? ბოლო გერმანული წყვილის გამოსვლამდე ჩვენები ლიდერობდნენ, ასე რომ მედლების ბედი უკვე 16 თებერვალს თავისუფალი პროგრამის დროს გადაწყვეტება. მეორე ამბავიც გვაქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი. ეს არის მოთხილამურე ნინო ციკლაური და მისი, წარმოიდგინეთ, მეხუთე ოლიმპიადა. ეს საქართველოს ზამთრის სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, ნამდვილი რეკორდი. ის თავის გამოსვლას 18 თებერვალს სლალომში გააგრძელებს. ასე რომ ახლა მთელი ყურადღება ყინულის მოედანზეა, სადაც საქართველო ისტორიულ ოლიმპიურ მედალს ასე ახლოს პირველად მიუახლოვდა.